მოგესალმებით ყველა PC players, რადგან ბევრ PC players კი არა და უმრავლესობას აქვს დაკავშირებული პრობლემები game loop-ის ბაგებთან. ეს ყველაფერი გამოვასწოროთ, ამისთვის არსებობს მხოლოდ ჯერჯერობით ერთი გზა, სანამ ამ ყველაფერს თვითონ გამოვასწორებს game loop-ი და ამ ყველაფერს განვიხილავთ დღეს ჩვენ და გაჩვენებთ ამ ყველაფერს. პირველ რიგში შევიდეთ ტრეინინგში ცადეთ თქვენს და გაასწორეთ, აუცილებლად გასწორდება ასე. პირველი პრობლემა იყო ყველასთან, მაუსის ამოგდება და ვეღარ აქრობდი მაუსს და კაცი აღარ დადიოდა და ასე შემდეგ. პირველ რიგში ამისთვის საჭიროა ამ ყველაფრისთვის, თუ ეს ბაგი გვაქვს, შევდივართ აი აქ keymaping-ში შევდივართ, ხო ჩანს keymaping-ი. ან არ ჩანა გადავიღე. კი, ჩანს keymaping-ი. შევდივართ keymaping-ში, ამას smart-ს ვაყენებთ აქა და ამ ყველას ვშლით. შემდეგ ვასეივებთ ამ ყველაფერს, ისევ ვაწვევით keymaping-ს, შევდივართ და ყველას ღუნიშნავთ. ისევ ვასეივებთ, როგორც եղან. შემდეგ ამას გადავიტეთ სადღაც აქ შუაში და კონტროლს დავწერთ აქა. დავასეივებთ ისევ სროლა რა თქმა უნდა, სადაც თქვენ გიყენიათ, იქ გადაიტანთ ამ სროლას, ისევ ვასეივებთ და всё. კაცი მოძრაობს, ჩვეულებრივად ჭედა ცოტა, всё. კაცი მოძრაობს, მაუსი ქრება ჩვეულებრივად და всё. ხოძე არის სათამაშო. მაგრამ აქ ჩნდება ერთი ისევ პრობლემა, რომელიც არის აი ვერ იღუნები, ვერ წვევი, ვერ პიკავ, ვერაფერს ვერ აკეთებ. არა უშავს, ამისთვის არსებობს ერთი აი ასეთი მარტივი გზა, შევდივართ ისევ keymaping-ში და აი რა ჩვენს გვინდა მაგალითად ეს სიარაღის გადაცვლა იმ ყველაფერს ვაკეთებთ აი ასე როგორც ახლა გავაკეთებ მე. მაგალითად ავიღოთ ჩაღუნვა, ხო? არ მუშაობს. ვშლით ამას, ამ C-ს, ვასეივებთ, შემდეგ ისევ შევდივართ და ვწერთ C-ს. გამოვდივართ, ვასეივებთ და всё მუშაობს. აი ასე უნდა გავაკეთოთ ყველაფერზე საერთოდ. მე ყველაფერზე გაკეთებული მაქვს. მაგალითად ჩემთან არ მუშაობს, მუშაობს აბი. აი ასე გავაკეთე ყველაზე და მუშაობს. ეს მთელი დღე ამას ჩალეჩებ და ძლივს მივაგენი ეს ხერხი. ასევე ბევრს აქვს პრობლემა იმასთან, რომ მაუსი, როდესაც ატრიალებ ნელა, ჩვეულებრივ ტრიალებს ასე რა და ჩქარავ ატრიალებ, ჭედავს მაუსი. ამისთვის აუცილებელი არის შევიდეთ game loop-ის აი ამ setting-ებში. აქ setting-ებში შევალთ. აი ჩემი setting-ები, ვისაც აინტერესებს. და 320-ზე ვაყენებ DPI-ს. DPI-ს ვაყენებ 320 და სწორდება ყველაფერი. შემდეგი პრობლემა რა გვაქვს ჩვენ აქ დაკავშირებული? ხო, ყველაზე ცუდი პრობლემა, რაც ასე თუ ისე იხსნება ეს პრობლემა, მაგრამ მაინც ისევე რა როგორც საჭიროა რა. აი, როგორც ხედავთ, ჩემთანაც არ იხსნება მარჯვენა ღილაკით. მაგრამ არა უშავს, ამისთვის ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ. ვისაც გაქვთ მაუსი, რომელსაც აქვს გვერდით აღილაკები, მაუსი ჩვეულებრივი, რომელსაც აქვს გვერდით აღილაკები, მაგაზე ვაყენებთ აი ასე. ვივდივართ ამ right click თუ რაღაც აწერია, დროებით ვშლით და ვაწვევით იმ მაუსის ღილაკს, რომელიც აქვს გვერდზე მარცხენა კუთხეში ორი დამატებითი ღილაკი და ვასეივებთ და ჩვეულებრივად იქნება სკოპის გახსნა. ან გააყენებთ ნებისმიერ სხვა იმაზე რა ქვია, კლავიატურის კლავიშზე. შემდეგი მეორე ვარიანტი, რაც გვაქვს ჩვენ იმაზე, რა ქვია, პიკი უნდა ჩავთოთ რა. პიკის ონი უნდა ჩავთოთ, პიკის დროს გახსნა სკოპი და ჩვეულებრივად ხედავთ პიკის დროს სკოპი. აი ეს ორი ვარიანტი გვაქვს ამასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ როდესაც ამ ყველაფერს გააკეთებთ, ყველას აგერევად აი ეს სწრაფი სიარული რა, აღარ ივლის სწრაფად ისე როგორც სადიოდა. ამისთვის საჭიროა ამ ყველაფერს გავთიშავთ და შევდივართ Windows და R-ს ვაწვევით, შემდეგ ვწერთ up data, შევდივართ up data-ში, შემდეგ roaming, Android Tipbox და მას ვაწვევი ერთხელ და შემდეგ open with notepad. შემდეგ აქ ვაწვევით controls და F-ს და ვწერთ C-ASD. ვეძებთ, კიდე ერთს ვეძებთ, speed-ი უნდა იყოს 104-ზე. კიდე ვეძებთ, აქაც არის 100, თქვენთან 0 იქნება ჩაწეროთ უნდა 100. აქაც ვნახოთ არის 100 და
აქაც არის აქ 0-ია შეხედეთ აი აქ ასე წაშლით ყველა 4-ვეზე და დაწერთ 100 შემდეგ file save და всё შედიხარ და არის გიჟივით ხოთზე და შეგიძლიათ უკვე ითამაშოთ